სამეგრელოს ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ზუგდიდის მერი მოადგილეებთან ერთად რუხსა და ახალ აბასთუმანში მიმდინარე სოციალური სახლების მშენებლობის პროცესს გაეცნენ. ნიკოლოზ ნურაკიძის და დედიკა კვარაცხელიას მრავალშვილიანი ოჯახები მალე ზუგდიდის მერიის მიერ აშენებულ სახლებში იცხოვრებენ. ამ დროისთვის მერია 9 სახლს აშენებს. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახლების მშენებლობის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. ამჟამად 9 ოჯახისათვის სახლების მშენებლობას ვაგრძელებთ. ამ უნიკალური პროგრამით ახალი სახლები უკვე გადავეცით 160 ოჯახს. პროგრამა გაგრძელდება და მისი სარგებლობა დამატებით ახალ ოჯახებს შეეძლებათ. რა თქმა უნდა, ეს პროგრამა გაგრძელდება მანამდე, სანამ ჩვენს მოსახლეობას მსგავსი საჭიროებები აქვს. თითო სახლის ღირებულება დაახლოებით 75,000 ლარამდე მერყეობს. ჩვენ შევცვალეთ მისი არქიტექტურა, გაბარიტული ზომები, რათა უფრო კომფორტული იყოს ჩვენი მოსახლეობისათვის. ადრე ჩვენ ქირით ვიყავით და სამ ბავშვთან ერთად ოთახიანში ძალიან ცუდ პირობებში ვიყავით, მაგრამ ეხლა მადლობა ღმერთს, მადლობა ყველას, ვინც ამ საქმეში დაგვეხმარა. ვართ ნორმალურად, რა ძალიან გვიხართ, უდიდესი საჩუქარია ჩვენთვის. ყველას ბავშვებსაც ძალიან უხარია და რა ვიცი რა, უზომოდ გახარებულები ვართ.